ბათუმის საკვაპარკში სტუდენტური სახე 2011 ათეულში გამოსულ გოგონათაგან ერთ-ერთი უკვე გამოვლენილია, მის მოდელის ტიტულის მფლობელი გვანცა კვარაცხელია გახდა. 27 კონკურსანტიდან გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ შეარჩია. ხვალ სილამაზის კონკურსის მონაწილეების გალა ფინალური გამოსვლა ბათუმის პიაცაზე გაიმართება. უკვე ცნობილია მის ინტელექტისა და მის სპორტის ნომინაციებში გამარჯვებულის ვინაობაც. სტუდენტური სახე 2011 გრან-პრის მფლობელი უკვე ხვალ გამოვლინდება, ის მოდის საერთაშორისო კონკურსზე ყირიმში გაემგზავრება. კონკურსის მთავარი პრიზი ავტომანქანაა. ეს კონკურსი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება. კონკურსში პირველად ვიღებ მონაწილეობას და დღეს გავხდით მის მოდელი და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ საერთოდ არ მოველოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა და რა ვიცი, ხვალ არის კონკურსი და ძალიან ნერვიულობ კონკურსზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ის გოგო აგორჩია, რომელიც ყველაზე მაქსიმალურად ჟდებოდა მოდელის პარამეტრებში და მე მგონი იდეალური ვარიანტი იყო გვანცა კვარაცხელია, რომელიც დღეს გახდა გამარჯვებული, რომელიც შემდგომში ავტომატურად მოხვდება ათეულში ფინალზე.